მოგესალმებით, მივესალმები საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰერჩინსკის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოში, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს, დამსწრე საზოგადოებას. ყველას გილოცავთ ევროპის დღეს. წელს ამ დღეს განსაკუთრებული ემოციებით აღნიშნავთ. ბევრი თაობის მცდელობა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა თავისი ისტორიული ადგილი, ნაბიჯ რეალობად იქცევა. 2022 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რაც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. რობერტ შუმანის დეკლარაციით შექმნილი ევროპული თანამეგობრობის იდეები და პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. ევროკავშირი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ ამ იდეამდე მისვლას ორი მსოფლიო ომი და ენით აღუწერელი ტრაგედიები დასჭირდა. საბედნიეროდ, ევროპამ შეძლო საკუთარი წარსულის გააზრება და მისი წევრები მშვიდობით და კეთილდღეობით შეაკავშირა. სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ასე მიმზიდველი საქართველოს და თავისუფლების მოყვარე სხვაერებისთვის. ეს არის მშვიდობის, თავისუფლების და კეთილდღეობის უნიკალური პროექტი. ქართველებმა კარგად ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ გადაიხადა. საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა თავისუფლების იდეისთვის გმირული ბრძოლის მაგალითებით. სწორედ ეს საამაყო და ამავე დროს ტრაგიკული გამოცდილება, აგრეთვე ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა კარგად წარმოაჩენს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული ღირებულებითი და პრაგმატული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს მტკიცე კავშირი ჰქონდა ევროპასთან და წვლილი შეჰქონდა ევროპული ქრისტიანული კულტურის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკით ჩვენი წვლილი შევიტანეთ თანამედროვე ევროპის სოციალური სახელმწიფოს და თანასწორობის იდეების განვითარებაში. საქართველო იყო პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც იმ დროისთვის ყველაზე პროგრესული სოციალ-დემოკრატიული იდეების მატარებელი პარტია ხელისუფლებაში მოვიდა. ნორვეგიის შემდეგ კი საქართველო იყო მეორე ევროპული სახელმწიფო, სადაც ქალები არჩეულ იქნენ პარლამენტში. სწორედ ამიტომ თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის ევროპული იდეების დამკვიდრება ჩვენთვის არა უცხო პრინციპების გაზიარების, არამედ საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ დიდ პროგრესს მივახციეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის. არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან, რათა განვამტკიცოთ არსებული მიღწევები და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე გავხადოთ ხელმისაწვდომი. მათ შორის მეტი საგანმანათლებლო, კულტურული, კვლევითი პროგრამა, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა მეტი ქართული პროდუქტისთვის, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში გაწევრიანება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაცია და ბევრი სხვა. მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოველით, რომ მომდევნო შეფასებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, გაითვალისწინებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს. ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეცაა. დროა ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. საქართველო ევროპაა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს.